ეროვნულ დემოკრატიული პარტია ირაკლი ოქრუაშვილსა და მის პოლიტიკურ ჯგუფს ანტიამერიკული და ანტიდასავლური ისტერიის შექმნაში ადანაშაულებს. დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული პარტიის მიზანს რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნება წარმოადგენს. ედპ-ს წარმომადგენელთა თქმით, პოლიტიკური სუბიექტების მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას. გურამ ჩახვაძის განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის განწყობის დამკვიდრებას რუსეთი ეგრეთ წოდებული ქართველი რევოლუციონერების ხელით ახორციელებს. ეროვნულ დემოკრატიული პარტია ირაკლი ოქრუაშვილის და მისი პოლიტიკური ჯგუფის ანტიამერიკულ და ზოგადად ანტიდასავლურ ისტორიას მიიჩნევს რუსული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, რომლის მიზანია შეიქმნას იმიტაცია, რომ არა მარტო ერთი პარტია, არამედ ხალხია წინააღმდეგი ქვეყნის დასავლური ორიენტაციის და რომ ალტერნატივა ყოველივე ამის არის საქართველოს რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნება. რომ არა აღნიშნული პოლიტიკური ქვეტექსი და საფრთხე დამოუკიდებლობის დაკარგვის, ედპ ყურადღებას არ გაამახვილებდა ამერიკის საელჩოსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. რუსეთის ანტიქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც სხვასთან ერთად შეაფერხებს ჩვენ ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ ცდილობს რუსული პროპაგანდა საქართველოს წარმოაჩინოს ტერორისტების მფარველ სახელმწიფოდ, ამიტომ გეგმავს და ახორციელებს პროვოკაციებს ქვეყნის შიგნით. სწორედ რუსული დაკვეთაა ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდების შესვლის განწყობის დამკვიდრება და ყველა ეს სიბინძურე კეთდება ქართველი რევოლუციონერების ხელით.